რელიზი მოამზადა G წერტილი მოვი. სახლში, მიდფორდში. ენდი მაგდაუელი. კემერონ მეთისონი. კენ ტრემბლეტი, სარა ედმონდსონი, დეივიდ ლიუისი, ნიკოლას ჰოლმსი, პიტერ ჰენლონი, დენიელ ბეკონი. კომპოზიტორი ჰეიმიშ თომსონი. ბარგი უკვე მანქანაშია მის კოპერსმით. მადლობა. მხოლოდ რამდენიმე ჩანთა და ვაიოლეტი დარჩა, მაგრამ მას მე ჩავიყვან. კარგი, იმედია ადგილი იქნება. თითქმის სავსეა. ვიცი, ზედმეტი ჩავალაქე. თავს ვერ ვერევი. არასდროს იცი რამდენი ფეხსაცმელი დაგჭირდება. გამარჯობა, ჯეიმს. უკვე მივემგზავრები. ინტერნეტს თუ დავეჯერებთ, მიდფორდი უცნაური ადგილია. ცოტა ხალხი ცხოვრობს და სტარბაქსის უახლოესი ფილიალი 300 მილშია. ერთი კვირაც ვერ გაძლებ. ვიცი, სადაც მივდივარ. იქ ბიძასთან ბავშვობის დიდი ნაწილი გავატარე. კარამელის მაკიატოს გარეშე ჭკუიდან შეიშლები. შთაგონების წყაროს თუ ვიპოვე, ყავის გარეშეც გავძლებ. იმედია, მაჩ ზღარბა ტომის წიგნები ბესტსელერების სიაში მოხვდა. დროა ვაიოლეტმა ტომი ტახტიდან ჩამოაგდოს. 45 დღე გაქვს. ვიცი, ჯეიმს, ცოტა დროა. იცოდი რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ დაგიწერია. რაც ჯეიმს, ჩარევას არ ვცდილობ. მაგრამ ეს კარგად გამოგდეს. ის კარგადაა. თავიდან დაქორწინდა. შენც ასე უნდა მოიქცე. დღეს არა. ცხოვრება გააგრძელე. წერა დაიწყე. სწორედ ამას ვცდილობ. მშვენიერია. მიდი მუშაობას შეუდექე. იქაურობით დატკბი და წიგნი დაასრულე. წამზომი ჩართულია. კარგი, ჯეიმს. წინ გრძელი გზა მაქვს. უნდა წავიდე. კარგად. 45 დღე. წავიდეთ, ვაიოლეტ. მოვედით, ვაიოლეტ. მიდფორდი მოგეწონება. ბოდიში. სულ სხვანაირი მახსოვდა. ესეც ასე. ტურისტსაწმენდი მჭირდება. დაჯექი ძვირფასო. გამარჯობა, აჩრდილო. ვინ არის შენი პატრონი? ვისი ძაღლი ხარ? შეიძლება მოგესალმო. საყელური არ გიკეთვია. არაფერი გაწერია. გაჩერდი დიდო ბიჭო. ჯერ ერთმანეთი არ გაგვიცნია. აბა, დაიგარგე. წყალი გინდა? კარგი. წამომყევი, წამოდი. კარგი ბიჭი. მოდი. მოდი. არაფერი ფიქრო, ეს დროებითია, კარგი? წამოდი. აი ასე.
ხოჩაღ. გარეთ გასვლა გინდა? ვნახოთ ბურთს თუ დაიჭერ. გარეთ გასვლა გინდა? წამოდი. საწყალი აზალია კიდევ ცოცხალია. აქ დარჩი ვაიოლეთ. მოიტანე, მიდი. კარგი ბიჭი ხარ. მოიტანე. მოდი. აქ მოდი. დააგდე. დაჯიქი, დააგდე. ხოჩაღ. მოიტანე. აი ესე. ახლა დაბრუნდი. ღმერთო ჩემო. არა, გაჩერდი. ოღონდ აზალია არა. გთხოვ, გაჩერდი. დაჯექი. ძალიან მწუხარ. ღმერთო არა. პიძა ჩემის ლამაზი ბაღიდან მხოლოდ ეს გადარჩა. ძალიან მწუხარ. კარგი, ამას შევცვლი. სწორედ ამიტომ მყავს სახლის ცხოველი. მე კი ამიტომ არ მყავს. ის ჩემი არ არის. თქვენ სეზოში მოულოდნელად ზაღლი გაჩნდა და მასთან თამაში დაიწყეთ? თითქმის ვიპოვე და იცით რა? ნორმალური ადამიანი ბოდიშს მოიხდიდა. ჩემი მართლა არ არის. გასაგებია. თქვენი ზაღლი არ არის, უბრალოდ სახლში წაიყვანეთ. ის მართლა და ამ ზაღლს თოკი სჭირდება. მორბენალია. ჩემი მართლა არ არის. მიდი ბურთი მოიტანე. ძალიან მწუხვარ. არა. იმხარეს. რა საკეთებ? მოდი. ვაიოლეთ, ასე ნუ მიყურებ. დროს არ წელავ, დასაწყებად ვემზადები. არა, მოიტანე. მიდი. გამარჯობა. ერთმანეთს ვიცნობთ? არ მგონია. არა, ბოლო დროს ბევრი რამ მავიწყდება. ამის შემდეგ ჩემი ქმარი ამბობს, რომ სკლეროზი დამაწყო. მაგრამ სახეები არასდროს მომიწყდება. მოიცადეთ. რა თქმა უნდა. სინთია კოპერსმითი ხართ. ბიძა თქვენი სულ თქვენზე ლაპარაკობდა. ყველას ძალიან გვენატრება. მეც მენატრება. არ მინდა შეგაწუხოთ, მაგრამ თუ შეიძლება, სიამოვნებით. მადლობ. ძალიან ამაღელვებელია. მიდფორდში რამ ჩამოგიყვანოთ? ბოსტონი ძალიან ხმაურიანი. მე კი წიგნი უნდა დავამთავრო. ცოტა ხნით ბიძა ჩემის ლამაზ კოტერს გამოვიყენებ, მერე კი გაყიდვას ვეცდები. ვაიოლეტიც ჩამოიყვანეთ? მარტო სარსად მიშვებს. ნამდვილი დედოფალია. კარგი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი მიდფორდში. ერთი წუთით. ვიცი აქ სამუშაოდ ჩამოხვედით, მაგრამ პარასკევს საერთო წვეულება გვაქვს. და გარნირებისთვის ვერავინ ვიპოვეთ. ძალიან გჭირდებით. მოხვალთ? კარგად ჟღერს, მაგრამ აქ სამუშაოდ ვარ და ჯერ სათაურიც არ მომიფიქრებია. ვაიოლეტიც გეუსაქმურებით მიყურებს, თუმცა თვითონ 17 საათის წინავს. მაშინ განსჯის უფლება არ აქვს. თუ გავთავისუფლდი, შემოვევლი. შვენიერია. გამეხარდა თქვენი გაცნობა. კარგად.
არაფერი გამოდის. თავს არ ვარიდებ. უბრალოდ შთაგონების წყაროს ვეძებ. მოხვედით? ეს ბეკონიანი და ყველიანი მაკარონია? ერთი კვირაა ამის ჭამა მინდა. არა, კარტოფილის სალათაა. მაღაზიაში ვიყიდე. ძვირფას ხომ გითხარი მაკარონს მე გაგიკეთებ. როდის? ბავშვი 20 წლის რომ გახდება? გამარჯობა, მე ხალი ვარ. კარგი ვეტერინარი და საშინელი ქმარი. თქვენ ალბათ ცინტია ხართ. ძალიან სასიამოვნო. ჩემთვისაც სასიამოვნო. ბიძა თქვენი ფრანკი თქვენი ძალიან ამაყობდა. ეს უკვე შესანიშნავია. ყოველთვის სასიამოვნოდ მოსასმენია. ეს ზოია, ჩვენი შვილი. გამარჯობა, გამარჯობა. თქვენი ყველა წიგნი მაქვს. მეც მწერალი უნდა გამოვიდე. როცა წიგნს გამოსცემ, პირველი ხელმოწერილი ასლი ჩემია. შევთანხმდით. კერძი მაგიდაზე დავდოთ. გამიხარდა თქვენი გაცნობა. მეც. უკაცრავად. გამარჯობა. გამარჯობა. ხო. მამაო. ეს ჩემს გალანძღვას და კინაღამ დაჯახებას უფრო მისაღებს ხდის? იცით რა? ეს შემთხვევით მოხდა და ღმერთთან ისედაც პირდაპირი კავშირი გაქვთ. ესე იგი აღიარებთ კინაღამ რომ დამეჯახეთ, არა? სახეზე გეტყობოდათ რომ მე მადანაშაულებდით. ეს შემთხვევით მოხდა. თან იმ რაღაც ციარული საშიშია. ეს კლასიკაა. საყიდლებზე როგორ დადიხართ? არ დავდივარ. მეგობრებს, მეზობლებს და მრევლს თითქმის ყოველდღე მოაქვთ სხვადასხვა კერძები. იმედი უნდა გაგიცრუოთ. ბოლოს რომ რამის მომზადება ვცადებ. მე ხანძრას დავუმეგობრდი. საყინული ისედაც სავსე მაქვს. ისმინეთ, პირველმა ორმა შეხვედრამ არც ისე კარგად ჩაიარა. მოდით თავი დამცადოთ. მე მამა ტიმკავანა ვარ. მიხარია თქვენი გაცნობა მის კოპერსმით. ბიძა თქვენი თქვენზე ბევრს მიყვებოდა. ჩემი ამბები ყველას მოსმენილი აქვს. აქ ყველასთან ყველაფერს ყვება. ამას თუ არ დაივიწყებთ, აქაურობას მალე შეეგუებით. გასაგებია. ჰალ, საცეკვაოდ გამიწვია, სანამ მუცელი იმხელა გახდება, რომ ერთმანეთს ვეღარ მივწვდებით. კარგი ძვირფასო. ფრთხილად. უკაცრავად. შეიძლება ვიცეკოთ მე. რა თქმა უნდა. შეიძლება ჩაგერთოთ. გმადლობ. გმადლობ. კარგი ბიჭია. მაგრამ არც ისე მოქნილი. ფეხები როგორ გაქვთ? რენტგენის პასუხი რომ მომივაკეთყვით. ყველა ჩვენ რატომ გვიყურებს? მიტფორდში ბევრი სტუმარი არ ჩამოდის. განსაკუთრებით თქვენაირი. ეს რას ნიშნავს? გლამურული, ცნობილი მწერალი, რომელსაც ალბათ ერთი ჯინსიც არ აქვს. ბევრი ჯინსი მაქვს. მითხრეს რომ წვეულება იქნებოდა, ამიტომ შესაბამისად ჩავეცვი. თითქოს მიკროსკოპით მაგვირდებიან. ეს სალია. სულ ასე იქცევა ხოლმე. საყვარელია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახალგაზრდაა. ის არ მაინტერესებს. არ გაინტერესებთ? მღვდელი ხართ? ანგლიკანელი მღვდელი. ესე იგი, ქალთან შეხვედრა შეგიძლიათ? ხო, ყველაფერი შემიძლია. მაგრამ როცა ამ ხელა ქალაქში ცხოვრობ და ის ერთადერთი აქ თუ არ არის, ალბათ არც არასდროს გამოჩნდება. აქედან წასვლაზე არ გიფიქრიათ? არა, არასდროს. აქაურობა მიყვარს. ეს ხალხი და გარემო მიყვარს. ერთი ოჯახი ვართ. შეიძლება ცოტა უცნაური ოჯახი, მაგრამ მაინც. ხო, ბიძა ჩემთან სტუმრობებიდან სწორედ ეს მახსოვს. დიდი იმედი მაქვს მიტფორდე წიგნის დაწერაში დამეხმარება.
ცოტა გავიჭედე. ეს ყველას ემართება. არის ნერვიულოდ. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ქვეცნობიერი შიშის მოძებნაა. ხშირად სწორედ ეს არის მიზეზი. რჩევისთვის მოსულ ხალხს ამას ვეუბნები ხოლმე. თქვენი აზრით შეშინებული ვარ? ეს არ მithქვამს. უბრალოდ ხშირად მინახავს. მხოლოდ ვარაუდი იყო. ეს წერის პროცესის ნაწილია. ჩაივლის. არ მინდოდა მამაოდი, დღეს ცეკვას დამბირდით. თქვენს განკარგულებაშია. შეიძლება ვიცეკვოთ მის კოპერსმით. მიდპორტში ყველას იცნობს. ასეა. მე ჯეკ ემერი ვარ. ძალიან სასიამოვნოა ჯეკ ემერ. დღეს სახლში დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ კარგია რომ წამოვედი. ძალიან მიხარია რომ მოხვედით. ღამემშვიდობის. ზოი, სახლამდე მიგიყვანოთ? ძალიან ლამაზი ღამეა. ფეხით წავა. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. გამიკვირდა უარი რომ უთხარით. რატომ? ლამაზი ღამეა. არავინ იცის მიდფორტში სიბნელეში რა იმალება. მე ბოსტონში ვცხოვრობ. არ მეშინია. სახლამდე მიგაცილებთ. კარგი მეზობელი არ ვიქნები სიბნელეში მარტოს თუ გაგიშვებთ. ასე არაა? კარგი. ისმინეთ, ნაპატიეთ ზედმეტი თუ მომივიდა. ხალხი ჩემთან რჩევის საკითხავად დადის და ვერ ხვდები ხოლმე როდის უნდა დავასრულო. ბიძა თქვენიც კი მოდიოდა. ამბობენ ეს კარგად გამომდის. ხო. აქ სხვა არჩევანი აქვთ. არა. მხოლოდ მე ვყავართ. უბრალოდ დახმარება გინდოდათ. მესმის რომ პროფესიული ჩვევაა. კარგად ვარ. ხანდახან იჭედები და მე გონება გეხსნება. ფეხსაცმელი, ბოდიში. ყველაფერი რიგზეა. ჩექმები და კედები. რა თქვით? აქ მხოლოდ ამას იცვამენ. ჩექმებს და კედებს. ძალიან მეტყობა ქალაქიდან რომ ჩამოვედე. ისწავლეთ. ბოდიში. ეს უბრალოდ არც კი ვიცი. ჯანდაბა. ღმერთო, ჯანდაბა. ღმერთო. რა მოხდა? უკაცრავად. კარგად ხართ? ხო, ბოდიში. საკეტი გატყდა. ფეხსაცმელი. მხოლოდ ჩექმები და კედები. მართლა კარგად ხართ? კარგად ვარ. კარგი. თხილად უნდა ვიყოთ, ხალხი ასე თუ დაგვინახავს, შეიძლება ჭორაობა დაიწყონ. ჩემი აზრით, რაც უნდა გააკეთო ჭორაობას, მაინც ვერ აცდები. მართალია. გამარჯობა. გამარჯობა. ყველაფერი რიგზეა? ესეც ასე. მე ფეხსაცმელი გამიფუჭდა. კარგია რომ გამოვიარე. დასხედით სახლამდე მიგიყვანთ. მოდით. მადლობ. მე ფეხით წავალ. ჩემი ფეხსაცმელი მთელია. ღამემშვიდობის მეზობელო. ღამემშვიდობის. ჩექმები და კედები. მამაოდი. არ ვიცოდი ზაღლი რომ მყავდათ. არც მე. უპატრონოა. ყოველთვის სიკეთეს აკეთებთ არა? ქალაქში ჩემი ძმის შვილი ჩამოვიდა. ბევრი საერთო გაქვთ. მართლა? ცხოველები მასაც უყვარს და პიცაც. რა უცნაურია. ვინმე იღბლიანი აუცილებლად მოგხიბლავთ მამაო. დამიჯერეთ. იმედი ეს ჩემი ძმის შვილი იქნება. არა პენი? ახლა სახლში წავალთ. ხო. ჯანმრთელი ლეკვია. ლეკვია? ფურგონის ზომისაა. კიდევ გაიზრდება? ო, ძირითადად ასე ხდება ხოლმე. ადრე არასდროს მინახავს. არც საყელური აქვს. უცნაურია. ქალაქში ფლაიერებს გავაკრავ. ჭკვიანია. პატრონა ჩერო მაგირჩია.
მას არ დავიტოვებ ხალ. დამტკიცებულია, რომ ცხოველები სიცოცხლეს გიხანგრძლივებენ. რა თქმა უნდა, ცოლის მოყვანა კიდევ უფრო ახანგრძლივებს. მეგონა ამას ჯანსაღი კვება და ვარჯიში აკეთებდა. აიღე, აი. შეხედე, შენთან დარჩენა უნდა ჰალ. ამ ხელა სივრცეში ოჯახის გარემოცვაში იცხოვრებს. არა, აქ დარჩენა აკრძალულია. მეჯმა თქვა კიდევ ერთ ცხოველს თუ მოიყვან დაგშორდებიო. დარწმუნებული ვარ ამის ნახვა არ გენდომება. ოჯახ მეგობარო. ოჯახ. პატრონის გამოჩენამდე დავიტოვებ. წამოდი ძაღლო. არა, ძაღლის დაძახება არ შეიძლება. რამე უნდა დაარქვა. სახელი უკვე ერქმევა. არ მინდა იდენტურობის პრობლემა შევუქმნა. მაქსი ან რექსი ნამდვილად არქვია. რას გავს? ჩემ ჯგუფელს სემინარიიდან. უკაცრავად თვალები უგავს და ისიც დაუპატიჟებლად მოდიოდა და ყველაფერს მიჭამდა ხოლმე. გადაწყვეტილი ამიერიდან ბარნაბასი გერქმევა, არა? კარგი, რა ძალიან მომწონს. გამოდგება მანქანით წაგიყვანთ. შენს ტრანსპორტზე ვერ დაისვამ. ფეხით მოვედით. ხედავ, უკვე ძაღლის პატრონივით იქცევი. კარგი. გამარჯობა მამაოტი. რასელ, გამარჯობა დუდლი. მამაოტი, დიდი მადლობა ბავშვის მიხედვა რომ შემომთავაზეთ. არ ვიცოდი სკოლის მერე როგორ მოგწეულიყავი. არაფერს. აქ დამხმარე არ მაწყენდა. ოფიციალურად სტაჟიორი ერქმევა. ასე არ იგრძნობს რომ ძიძას სჭირდება. გესმით? კარგი აზრია. დუდლი, მოდი, მამა ტიმს მიესალმე. გამარჯობა დუდლი. გამარჯობა. ბარნაბას იცნობ? ხო. მშობლების წასვლის შემდეგ საკუთარ თავში ჩაიკეტა. მათი წასვლა ყოველთვის რთულად გადაგვაქვს. ყურადღებას გადავატანინებ. კარგად გავერთობით არა დუდლი? შეგიძლია მისი პატრონის პოვნაში დამეხმარო? თქვენი არ არის? გონია რომ არის. რაღაცის თქმას ცდილობს. ძაღლების ენა გესმის? ძაღლების ენა არ არსებობს. რა? რა თქმა უნდა არსებობს. ახლა გეუბნება მინდა ეს ბურთი გადამიგდო. ეს შემიძლია, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. დავეხმარები, არ იდარდო. როცა მოშინაურდება კარგი ბავშვია. ოინები უყვარს. გუში მთელი დღე ზურგზე ურცელი მეკრაც არ წერით, დღეს 100 წლის ხვდები. მე ხვდები რატომ ეუბნებოდნენ. შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურებიო. ზურგს გაუფრთხილდები. გმადლობთ მომაოდი. არ იდარდო. გამარჯობა. გამარჯობა, წიგნი მოგიტანე. მშვენიერია. გავიგე, შენ და სინდია ტალახში ერთად გორაობდით. მართალია? მარჯ, ის წაიქცა და მეც წამაქცია. სულ ესაა. მართლა? რასაც გაიგებ, ყველაფერს ნუ დაიჯერებ. სწორედ ამიტომ გაკითხები. ჭორების სიმართლეს ვამოწმებ ხოლმე. საბედნიეროდ ეს რაინდი გამოჩნდა და სახლამდე წაიყვანა. კარგია მანქანა რომ ყავს. სიარული მართლა უჭირდა. მარჯ, მისი ყველა წიგნი მინდა. იმ ხალზე ყველაფერი უნდა გავიგო. დიდი ხანია ასეთი გრძნობა არავის გამოუწვევია. მშვენიერია. ძალიან გაგიმართლა მის გვერდით რომ ცხოვრობ. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ჩანს, ვიცი, შესანიშნავია. მითფორდში მისნაირ ქალს ხშირად ვერ ნახავ. ატლანტაში არ ბრუნდები? მამაჩემის ქონების გაყიდვის შემდეგ. გასაყიდი ბევრი მაქვს. შეიძლება მის წასვლამდე აქ ვიყო. აქ სამუშაოდ ჩამოვიდა. მეც მონათესავე სულები ვართ. ეს ხშირად არ ხდება, არა? ხო. ყიდველს სახლი უნდა ვაჩვენო. წიგნებს მოგვიანებით მოვაკითხავ. კარგი. ხვალ სინტიას ადილად მიმყავს. ყველაფრის წაკითხვა უნდა მოვასწრო. პაემანი გაქვთ? ჯერ არ იცის, მაგრამ გაიგებს. დილამშვიდობისა.
მამა ტიმს დაუჭერე. მოგვიანებით გნახავ, კარგი? შენთან წამოსვლა მინდა. დუდლი, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მოდი. მე მივხედავ. დუდლი, ბარნაბასის პატრონის მოსაძებნად ფლაიერები დავამზადე. კედლებზე გავაკრათ? პატრონს თუ ვიპოვით დაბრუნება მოგიწევთ? ო, მასაც ასე ენდომება. საიდან იცით? ხომ გითხარი ძაღლების ენა მესმის? ძალიან უცნაური ხართ. შეიძლება, მაგრამ მათი ენა ვიცი. გამარჯობა. სინდია, გამარჯობა, ჯეკ ემერი ვარ. გამარჯობა, ჯეკ. მოცილებისთვის ისევ მადლობას გიხდეთ. იმ ფეხსაცმლის ჩაცმა კარგი აზრი არ იყო. შეცდომებზე ვსწავლობთ არა? კარგია სწორ დროს რომ გამოვჩნდი. მართალია. ახლა სადილზე დასაპატიჟებლად ვრეკავ. ხვალ სოფლის კლუბში. პლანეტაზე საუკეთესო სპაგეტი ბოლონეზეს აკეთებენ. ამაზე სტატიებსაც კი წერენ. შესანიშნავად ჟღერს. გმადლობ, ჯეკ. მაგრამ იცით რა, წერა დავიწყე და ბევრი საქმე მაქვს. სხვა დროს იყოს. გასაგებია? სამსახური მნიშვნელოვანია. სხვა დროს იყოს. გმადლობ, ჯეკ. დიდი მადლობა. მეგობარო, კარგად ხარ? ცუდი ნაკაცია. პირველადი დახმარების ჩანთას მოვიდა. კარგი, მოდი დაგეხმარები. აქ დავსხდეთ. ხილად? ცუდია. შეიძლება შევხედო. მე სინდია ვარ, თქვენი მეზობელი. შენ რა გქვია? დუდლი. იცი რა? არც ისეთი ღრმა ჩანს. შეიძლება გადარჩა. ცოტა გეტკინება. ძალიან მამაცი ხარ. იცი ამისთვის რას მეიღებ? ჯილდოს. ლიმონადზე რას ეტყვი? კარგი. აბა, სულ ეს არის. ესეც ასე. ბიბლიოთეკაზე მეტი წიგნი გაქვთ. მათი უმეტესობა ბიძაჩემის იყო. კითხვა უყვარდა. კითხვა უყვარდა. ეს საიდან იცით? წიგნებს მაძლევდა ხოლმე. ძალიან ხელგაშლილი იყო. გიყვარდათ? ფრენკი ყველას უყვარდა. თქვენც ამიტომ მიგიღეს ასეთ ფილად. ისე მიყურებენ თითქოს უცხო პლანეტელი ვიყო. პირველი არ ხართ, ვინც ქალაქიდან ჩამოვიდა. სხვა ქალაქელებსაც ვიცნობთ. ყველას მოსწონხართ. დამიჯერეთ მარჩს, ჰალს, ჯეკს. ალბათ მართალი ხართ. ბიძაჩემი კითხვას მაიძულებდა. წერლობამდე სწორედ ამან მიმიყვანა. საქმე როგორ მიდის? კარგად. ვიცი რჩევა არ გჭირდებათ და არ მინდა თავი მოგაბეზროთ, მაგრამ როცა რაღაცაზე გამუდმებით ფიქრობ, ეს პრობლემას უფრო აძლიერებს. დუდლი. ვაიოლეტი მოფერების უფლებას გაძლევს. ჩემ გარდა ხელს არავის აკარებინებს. ნამდვილად მოსწონხარ. დღეს ორი მეგობარი გავიჩინე. ვაიოლეტი და თქვენ. ოჯახ დუდლი. ბაბუა შენი მალე მოვა. გმადლობ, რჩევა რომ არ მომეცით. არც კი ვიოცნებებ რჩევის მოცემაზე. არაფრის. გამარჯობა მარჯ. 10 წლის ბიჭისთვის წიგნს ვეძებ. 10 წლის ბიჭისთვის. ვიცი რაც გჭირდებათ.
ნარნია. გენიოსი ხარ, მარჯ. კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ამ ადგილს თქვენი ახალი წიგნისთვის ვინახავ. შეიძლება დიდი ხანი მოგიწიოს ცდა. მათ დაბეჭდას დრო სჭირდება. პრობლემები გაქვთ? მიდფორდში საიდუმლოები არ არსებობს. არც ერთი. არ მინდა სხვის საქმეში წვირი ჩავყო, მაგრამ ვფიქრობ, წერლის გაჭედვა არ არსებობს. ყველაფერი თავშია და უბრალოდ იმალება. ამის საუკეთესო წამალი ყურადღების გადატანა. მაგალითად მებაღეობაზე. ან სიმპათიურ კაცთან შეხვედრაზე, რომელსაც ზოგიერთები მიდფორდის ყველაზე მომხიბლელ სასიძოდ თვლიან. ამაზე საერთოდ არ მეფიქრია. იქნებ უნდა გეფიქრათ. არც კი ვიცი. დიდი ხანია პაემაზე არ ყოფილვარ. ჩემი აზრით ეს ყურადღების გადატანის საუკეთესო გზაა. რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა გამოსცადოთ და გონებაც გაიხსნება. იცით რა? მართალი ხარ. ასეც მოვიქცევი. ჯეკ ემერის დავურეკავ და შეხვედრაზე დავთანხმდები. მადლობ, მარჯ. მე მამა ტიმს გულისხმობდი. გმადლობთ. მე ატლანტაში გადავედი და უძრავი ქონების საქმეზე გადავერდე. მიდფორდში თითქმის ყველაფერი გავყიდე. შეგიძლიათ უპასუხოთ. არა, დაიცდიან. ამ ბოლო დროს ისედაც ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი და როცა ასეთი მშვენიერი ქალბატონის წინზე ხარ, ყურადღება არ უნდა გაგეფანტოს. როგორც თქვით, აქ სახლის გასაყიდად ჩამოხვედი არა? ასეა. შეგიძლიათ კარგი შუამავალი მირჩიოთ. ერთს ვიცნობ, ჩემს თავს. საცხოვრებელ სახლებს აღარ ვყიდი, მაგრამ შემიძლია დაგეხმაროთ. გმადლობ. ისეთი ვინმე უნდა დაიხმარო, ვისაც ენდობი. როდის გინდათ განცხადების დაწერა? დაახლოებით 1 თვეში. ძალიან ცოტა დროა. მიდფორდში ყოფნა უკვე მოგბეზრდათ? არა. ნამდვილად არა. უბრალოდ აქ წიგნის დასაწერა ჩამოვედი და მერე უნდა დავბრუნდე. მესმის, მეც ასე ვარ. მითხარით, ატლანტაში ცხოვრება როგორია? კარგია. მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. განქორწინების მერე სამსახურზე გადავერთე. ყურადღების გადატანაში დამეხმარა. მაგრამ 3 წლის შემდეგ ვგრძნობ, რომ რაღაც მეტი მინდა. ხო. ჩემთან მხოლოდ 1 წელი გავიდა. ჯერ ამაზრამდე არ მესულარ. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერეთ. ვიცი. მაგრამ მაინც გმადლობ. არაფერს. მიდფორდში რაღაც კარგი მაინც მოხდა. ერთმანეთი გავიცანით. სადილისთვის გმადლობ. იმედია კიდევ განმეორდება. ბარნაბას, არა, დასჯილი ხარ. დიდი ბოდიში მაპატიეთ. კარის გაღებისთანავე გარეთ გამოიქცა. ვერ გავაჩერე, რადგან ხელები დაკავებული მქონდა. ჯეკ, ტიმ. ეს ბარნაბასის განაა. ძალიან შეწუხებულია და ბოდის გიხდით. ბარნაბას, უკვე გაპატიე. კარგი. წამოდი. აი ასე. წამოდი. გავისეირნო, წამოდი. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. უკაცრავად. ღამემშვიდობისა. ბარნაბას, გასეირნება შენ გინდოდა. წამოდი. ან სასეირნო წამოყვევით, ან ამიერიდან ბარნაბასი თქვენთან იცხოვრებს. კარგი, წამოვალ. მართლა? ჩექმები თუ კედები? ჩექმები. ხედავთ, აქაურობას ვეწყობი. ბარნაბას, რასაკეთებ? წუხარ პაემანი თუ ჩაგიშალეთ. თქვენ არ ჩაგიშლიათ. ბარნაბასმა ჩაშალა, მაგრამ აზალია საკმარისი საფასურია. და როგორ ჩაიარა? კარგად. უბრალოდ სულ ჩემს წიგნზე ვფიქრობდი. თვეზე ნაკლებ დროში უნდა დავასრულო. წარსულში ასეთ დროს რასაკეთებდი ხოლმე? ადრე ეს არასდროს მომხდარა. როცა ვხვდებოდი, რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდი, ჩემს ყოფილ ქმარს ვესაუბრებოდი. მასთან საუბარი სწორ გზაზე დადგომაში მეხმარებოდა. ახლა? ახლა დადებით ენერგიას ახალ ცოლს უზიარებს.
ოდესმე დაქორწინებული ყოფილხართ? დანიშნული ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სწორად მოიქეცი და შეცდომის დაშვებამდე დაიხიეთ უგან. მე არა. მან დაიხია. წუხარ. არა, საკუთარი თავი პასტორის ცოლად ვერ წარმოიდგინა. ეს რთული საქმეა. ჩემთვის სხვების დახმარება საუკეთესო თავგადასავალია, მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად ხედავდა. თან ყველაფრის გაზიარება არ შემეძლო. კონფიდენციალურობა უნდა დამეცვა. ხომ გესმით? ეს ყველასთვის არ არის. ეს ამ ქალაქის ქალებს უთხარით. მათ თქვენი ცხოვრების წესი არ ადარდებთ. დარწმუნებული ვარ ძალიან რთულად გადაიტანეთ. მამაჩემი ამბობდა, რომ გატეხილი გულის გამთელების საუკეთესო გზა ახალი სიყვარულის პოვნაა. იმის თქმა გინდათ, რომ წიგნის წერას კიდევ დიდი ხანი ვერ დავასრულებ. სინტია, გამარჯობა. გამარჯობა. აზალიასთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ მხოლოდ ეს შეგვეძლო. ჩვენში ბარნაბას გულისხმობ. მე დუდლისთვის რაღაც მოვიტანე. ჩემი აზრით ეს ზიგნები მოეწონება. ძალიან კარგია. რასელი მალე მოიყვანს. გმადლობთ. ვიფიქრე შეგვეძლო რამე გაგვეკეთებინა, მაგრამ მოგვიანებით სიამოვნებით, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ. ხო, უკაცრავად. არ მინდოდა ხელი შემეშალა. არა უშავს. გმადლობთ დუდლიზე რომ მიფიქრეთ. ხო, კარგად. გამარჯობა. გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ? კარგად. მე და ჰალი უკვე სამჯერ ვიყავით საავადმყოფოში. ცრუგანგაში იყო. მოეწონა დუდლის ზიგნები. ჯერ არ ვიცი, ტიმს დავუტოვე. დუდლი ჯერ არ მისულა. ტიმს სტუმარი ყავდა, ამიტომ ვერ ვესაუბრე. ლამაზი ქალი იყო. ვინ იყო? არ ვიცი. ადრე არასდროს მინახავს, მაგრამ უფლება აქვს სტუმარი ჩვენ გაუფრთხილებლად ყავდეს. რა თქმა უნდა, მაგრამ არ გაგაცნო? უცნაურია. მეც ეს ვიფიქრე. ამას დიდად არ შევუწუხები ვარ, მაგრამ როცა ვიღაცას ესაუბრები და სხვა ვინმე მოვა, ხო, უცნაურია. ხო, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენი საქმე არ არის. ხო, ჩვენი საქმე არ არის. მაინც გავიგებ ვინ არის. რა უცნაურია, ფლაიერები არსად ჩანს. უცნაურია. წამოდი ბარნაბას, წამოდი. შეიძლება თავისით არც გამქრალა. ამის წაკითხვა მინდოდა. სინტიას მადლობა უნდა გადაუხადო. შენი შეყვარებულია? არა, ჩემი მეზობელია. რატომ მეკითხები? გოგოებთან როცა მეგობრობ, უფროსები სულ ამას მეკითხებიან ხოლმე. ლოგიკურია, მაგრამ არა. უბრალოდ მეგობარია. გამარჯობა ბარნაბას. გამარჯობა. აი, სათყოფილ ხართ. დილამშვიდობისა. აქ რა გაქვთ? გასინჯეთ. კარამელის მაგიატო. მთელი დღე ცარიელ ფურცელს უყურებდი. რამდენიმე სიტყვის დასაწერად სწორედ ეს მჭირდებოდა. საიდან მოიტანეთ? მე გავაკეთე. მამაჩემისთვის ესპრესოს აპარატი ვიყიდე, მაგრამ მას მხოლოდ შავი ყავა უყვარს. მოსაწყენია. ვიცი. ამიერიდან მხოლოდ მე ვიხმარ. როგორც ამბობენ, შეიძლება ბიჭი ქალაქს მოაშორო, მაგრამ მაგიატოს ბიჭს ვერ მოაშორებ. თქვენთან ვალში ვარ. მიხარია რომ ეღიმით. მაჩვენეთ, როგორი სახლი უნდა გავყიდო. აბა, რას ფიქრობთ? იდეალურია. მართლა? გასაყიდად მოსამზადებლად უამრავ დავალებას არ მომცემთ? არა, ყველაფერი კარგადაა. ხალხი მხოლოდ სახლის ძვლებს უყურებს. ძირითადად მისი გამოშიგნა და გადაკეთება უნდათ. გამოშიგნა? შეიძლება ასე ითქვას. ეზოს გაწმენდა მაინც მოგიწევს. კარგად გაიყიდება. ვიცი ვის უნდა მივმართო. მინდა ყველაფერი სწრაფად და
უპრობლემოდ მოგვარდეს. მისი ეს ბიძა თქვენის სახლი იყო და შესაფერისად უნდა მოვიქცეთ. გმადლობ. ჯანმრთელობა. კიდევ. კარგად ხართ? უკაცრავად როცა მოვედი, კარგად ვიყავი. ცხოველი ყავთ? ხო, ღმერთო, ჯერ არ ვიცოდი ალერგია თუ გქონდათ. კატა ყავთ? ღმერთო, ეს სახლის გაყიდვას ხელს შეუშლის? არა, უბრალოდ წამლის დალევა მომიწევს. მაგრამ ახლა უნდა წავიდე. კარგი. ჯეკ. ტიმ, ალერგია. კატები. ცუდია, შენზე ვილოცებთ. არა, კარგად ვარ. გმადლობ. ეკლესიის ეზო ამიცავსია. ვიფიქრე მოგეწონებოდათ. ძალიან ლამაზია. არა, ჯეკ. ო, ლამაზია. ლანჩზე დაპატიჟებას ვაპირებდი, მაგრამ უნდა წავიდე. არა უშო, სხვა დროს იყოს. თავს მიხედეთ. კარგი. მე მიყვარს კატები. ფრთხილად. გმადლობ, ძალიან კარგია, რომ მოხვედი. გზაზე საცობი არ იყო. ეკლესიაში შეგხვდები. თქვენთან სულ ვიღაც მოდის. როგორც ჩანს, კასეროლის 3 დღე გაქვთ. მითვალთვალებდით? ზოგი რამ ვერ გამოგეპარება. თინუსის კასეროლი გინდათ? მე 7 მაინც მაქვს. არ ვიცოდი რომ ხატავდით. ხო. ილუსტრაციებს თვითონ ვაკეთებ. ვიფიქრე, რადგან სიტყვები არ მოდის, ამით დავიწყებდი. და ვნახავდი რა გამოვიდოდა. ფერებს ძალიან ლამაზად ურევთ. ნერვები ხომ არ გეშლება რომ გიყურებთ? არა. ბევრი ნიჭის პატრონი ხართ. სამწუხაროდ მათ ნაწილს ახლა ზინავს. შემიძლია აზრების მოკრებაში დაგეხმაროთ. პრობლემაც ესაა. არ ვიცი, საიდან დავიწყო. თითქოს ჩემი შთაგონება მან გაიყოლა. კარგ მწერლად ის არ გხდიდათ. წერა მის გარეშე შეგიძლიათ. ჭკვიანი, კეთილი, ნიჭიერი ქალი ხართ. მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა არაფერს ცვლის. გმადლობ, მამაო. უბრალოდ ტიმი დამიძახეთ. ახლა როლები უნდა შევცვალოთ. თქვენი რჩევა მჭირდება. კარგი, რა თქმა უნდა. შვენიერია. წამოდით სადღაც წაგიყვანთ. სად? ეკლესიაში. კარგი. მაგრამ ფეხი წავიდეთ. თქვენ სკუტერზე არ დავჯდები. თავიდან აქ მხოლოდ წინა ნაწილი იყო. წლების განმავლობაში ნაწილები დავამატეთ. გამარჯობა. 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 სასწაირნოდ კარგი დღეა. სეირნობას არ ვაპირებდით, უბრალოდ სკუტერზე უარი თქვა. ხომ იცი როგორ ატარებს? ყველა მიცის როგორც ატარებს. გამიხარდა თქვენი ნახვა. მე და ჰალ შრომის დღეს ყველას ჩვენს ფერმაში დაპატიჟება გვინდა. საბოლოო საზაფხულო პიკნიკი. ხომ გესმით? კარგად ჟღერს. რასელი ალბათ ვერ მოიცლის, მაგრამ მე და დუდლი მოვალთ. კარგი, ყველიან და ბეკონიან მაკარონს მოვიდან. აღარ მინდა, ახლა მხოლოდ ნაყინი მინდა. მთელი დღე. გასაგებია, ეს მარტივია. შოკოლადის სიროფით. და კამფეტებით? ხო. მიხედავთ? კარგი, მოგვიანებით გნახავთ. კარგი, ფრთხილად იარე. გმადლობ, თავს მიხედეთ. ეს ამ ეკლესიის პირველმა პასტორმა დახატა 100 წლის წინ. დიდი ხანია მათი აღდგენა მინდა, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ჩაივლიდა. საოცარიათი. ამისთვის რა დაგჭირდება? კონსერვაცია. ჯერ ნახატი კარგად უნდა დავიცვათ და მერე ზემოდან გადავახატოთ. ესე იგი ამას ყველა შეძლებს, არა? რა თქმა უნდა. ხო. მე შემიძლია. ამას ვერ გთხოვთ. წიგნი უნდა დაასრულოთ. მინდა ამის გაკეთება. თან ჩემ ტვინს ყურადღების გადატანა სჭირდება. დღისით დავხატავ, ღამით დავწერ. იდეალური ბალანსია. შეგვიძლია გადაგიხადოთ. არ არის საჭირო. ამას მითფორდისთვის გავაკეთებ. მამაო ტიმ, ეს კვირას საკურთხევლის მოსართავია. თქვენი საყვარელი შროშანები დავამატე. გმადლობ, ცალი. სინტიამ ხატების განახლება შემოგთავაზა. შესანიშნავია რა? შესანიშნავია, მაგრამ ეს ანგლიკანური ეკლესია. შეიძლება კარგად არ გამოუვიდეს. ანგლიკანი ხართ? ხო, ასეა. პროტესტანტიც რომ ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ კარგია, გადმობირება რომ არ გვიწევს. სურათებს გადავუღებ, ფერების დასასმელად. კარგი. ძალიან გაგვიმართლა. ძალიან.
მამა ტიმკავანა. არა. რა თქმა უნდა, ახლავე მოვალ. უკვე გზაში ვარ. რასელი ექიმ ჰარპერთანაა. დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. წამოყვებით, დუდულის მაინც მივხედა. კარგი, გმადლობთ. სასწრაფოს მანქანას ველოდებით, ვესლის საავადმყოფოში წავიყვანთ. არა, ვესლიში ვერ წავალ. დუდლი მეზობელთან მყავს დატოვებული და რასელ ყველაფერს მე მივხედავ. კარგად იქნები, შენც და დუდლიც. უკვე კარგად ვარ. მითხარით ხელი სად მოვაწერო და წავალ. ოპერაცია არ მჭირდება. რასელ ოპერაცია გჭირდება? დუდლის ვინ მიხედავს? ისედაც ისე კარგად ეკცევით. მის შეფარებას ვერ გთხოვთ. თხოვნა არ მოგიწევს, თვითონ შემოგთავაზე. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. დუდლის ერთად მოვუვლით. ყველაფერი კარგად იქნება. გმადლობთ. შემოდით, ღია. გამარჯობა. გამარჯობა. ნამსხვარი მოვიტანე. შენიერია. რა კარგი სუნი ტრიალებს. ძველი საოჯახო რეცეპტია. საიდუმლოა. გაყინული პიცა. არავის გავუმხელ. დუდლი სად არის? ასე თქვა საჭმელად არ გამოვალო. საბრალო ჯერ მშობლები წავიდნენ, ახლა თითქმის უცხო ხალხთან დარჩა. მაინც უნდა ჭამოს. ვიცი. გონი ვიცი როგორ გავამხიარულო. ცოტა ხნით გასვლა მომიწევს. კარგი. ნამსხვარს აქ დავტოვებ, მალე დავბრუნდები. კარგი. დუდლი, ჭამის დროა. არ მშია. ვიღაც შენს სანახავად მოვიდა. სახლის პიკნიკი გვაქვს. მაგარია. ჩემი სასმელი სად არის? გაგვიმარჯოს. შენი ჯერია. ჰო. მაგარია. დაიმახსოვრე, რამე თუ დაგჭირდა, ზემოთ ვიქნები. კარგი? კარგი. წამოდი ბარნაბას. არ შეიძლება დარჩეს. ასე მითხრა ერთად დავრჩეთო. დამავიწყდა მე თქვა, ახლა მეც მესმის აღლების ენა. კარგი. ღამემშვიდობის დუდლი. ღამემშვიდობის მის კოპერსმით. ღამემშვიდობის. გმადლობ რომ დამეხმარეთ. გონი უფრო და უფრო იხსნება. ხო, არ იცი სად არის მისი ადგილი. კარგად მესმის. მე ვიცი თქვენი ადგილი სად არის. კომპიუტერის წინ. წიგნი უნდა დაწეროთ. ხო. სათაური მოვიფიქრე. კარგი დასაწყისია. რა? ჩემთვის არ გითქვამთ, დიდი პროგრესია. ხო, გუშინ მოვიფიქრე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. არ გამიზიარებთ? ხომ იცით, ვაიოლეტი ძალიან მიყვარს. ჯერ არა. უნდა მალოდინოთ? ხო. ღამემშვიდობის. დემ. ღამემშვიდობის, სინტია. გამარჯობა, ჯეიმს. მითხარი რომ თითქმის დაასრულე. ეს გვერდები გუშინ მჭირდება, სინტია. დრო კიდევ დამრჩა. ხო, მაგრამ მცირდება. ცოტა პროგრესი მაქვს. არ მინდა ძალა დაგატანო, მაგრამ დროზე თუ არ ჩააბარებ, კონტრაქტს გაწყვეტენ. კატა ვაიოლეტი აღარ იარსებებს. დიდხანს ვერ დაგიცავ. ვიცი, ჯეიმს. მალე დავასრულებ. კარგი. არ მოусმინო ვაიოლეტ. შეიძლება გაზიანის წყალი მომაწოდოთ. რა თქმა უნდა. მთელი ღამე გეძინა? ხო. შეგიძლიათ გამიხსნათ. ხო. გამოგიჭირეთ. წამოდი ბარნაბას, წამოდი. კარგი იყო დუდლი.
თელ მაისურზე გადამესხა. გამოცვლა მომიწია. აღიარეთ, ჭკვიანური ოინი იყო. სად არის? უნდა უთხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ. სალის ეხმარება. რასელმა გამაფრთხილა. მითხრა ოინები უყვარსო. სამაგიერო უნდა გადაუხადოთ. ოინები არ მეხერხება. შეიძლება შენი დახმარება შევძლო. ოინების მოწყობა შეგიძლიათ? თქვენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს? არა, უსაზღვროა. ძალიან კარგად გამოდის. ხო, წასვლამდე დავასრულებ. ეს როდის იქნება? როცა სახლს გავყიდი. მაგრამ ჯერ ეზო უნდა მოვაწესრიგო. ხო და წიგნიც დაწეროთ. ხო, ესეც. მაგრამ იცი, ეს ძალიან მეხმარება. მეც ყოველთვის მხიბლავდა. აქაურობა მახსენებს მოძღვარი რატომ გავხდი. რატომ? პატარა ვიყავი, მამა რომ გარდა მეცვალა. საკუთარ თავში ჩავიკეტე. ამის დაძლევაში აქაურობა. ეს ეკლესია დამეხმარა. ყველა თავს მევლებოდა. მე და დედა მივხვდით, რომ ოჯახი მხოლოდ სისხლით არ განისაზღვრება. ეს ერთი ოჯახია. მინდოდა მათ ისევე დავხმარებოდი, როგორც თვითონ დამეხმარნენ. როგორც ახლა დუდლის ეხმარებით. შეიძლება ასეც ითქვას. ადამიანები სულ საკუთარი ადგილის ზებნაში არიან. ერთხელ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ამ საკურთხეველზეა. ყოველ კვირა ხალხს მოწყენილობისგან ვატირებ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოსაწყენი არ ხართ. ვარ. ამაში თვითონ უნდა დავწმუნდა. მართლა? კვირას მოხვალთ? ხო, და არ დაგეძინებათ? ამას ვერ დაგბირდებით. კარგი. ბოდიში. არა, უპასუხეთ. გამარჯობა, ჯეკ. ხო, ლაპარაკი შემიძლია. კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? პერანგი რატომ გამომაცლევინე? პირველი წუდი არ იყო. კარგად რომ გამოიყურებოდეთ. რატომ? სადილისთვის. მე მოვამზადე. თქვენი მრევლის მოტანილი საჭმელი გავაცხელე. კარგი სუნი აქვს. სხვათა შორის, მის კოპერსმითიც მოვა. ეს როგორ მოხდა? მე დავპატიჟე. შეტყობინებები წაიკითხეთ. ეს მე არ გამიგზავნია. უცნაურია. თქვენი ტელეფონი სხვა რამეს ამბობს. თქვენ გააღეთ. თქვენი სტუმარია. ჩემზე არი დარდოთ, უკვე ვჭამე. კასეროლი ღუმელშია. გამარჯობა. როგორ ჩანს პაემანი მოგვიწვას? ძალიან კარგია. მადლობ დუდლი. არაფრის. აქ ყველა მაჭანკალია. დარწმუნებული ვარ, მისის ტიმ კავანაობაზე ამ ქალაქში ცოტა ქალი თუ იტყო და უარს. როგორც გითხარით, ის მიდფორდში არ არის. სულ ცოტათიც კი ვერავინ და გაინტერესად. მხოლოდ ერთხელ, ჩემმა ყოფილმა საცოლემ. და როგორც ამბობენ, უფრო ნაკლებს არ უნდა დათანხმდე. ხო, მესმის. როცა უკვე გამოსცადე, სტანდარტი არ უნდა დააგდო. ეს ყველაფერს ართულებს. ო, ასეა. ჯეკთან სწორედ ამას ეძებთ? არა, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. არა. ბიძა ჩემის სახლს ყიდის. მეგობრულია. კარყავას ამზადებს. სულ ესაა. ურთიერთობა როგორ უნდა დავიწყო, როცა მალე წასვლას ვაპირებ. მართალია, უაზრობა იქნება. სანამ დავიშლებით კიდევ რაღაცას დავამატებ. რასელ ჯექსი ისევ საავადმყოფოშია. გთხოვთ მისთვის ილოცეთ. მისის სლოანი კი თავს უკეთ გრძნობს. ყვავილებისთვის და ლოცვისთვის ყველას მადლობას გიხდით. თქვენს ლოცვას აშკარად დიდი ძალა აქვს. ასე გააგრძელეთ. მის სინტია კოპერსმითს კი მადლობა მინდა გადაუხადო ხატების აღდგენისთვის. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასე რომ, გმადლობთ, სინტია.
მართლა? კარგი? შესანიშნავი იყო. პირველად არ გირბენია რა. არა, ოჩახ. და გამორიცხულია. ალბათ ხუმრობ. შენი კარამელის მაგიატო. ისევ. მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო. მადლობის გადახდა საჭირო არ არის. ჩემს კლიენტებზე ვზრუნავ. შენზე ვზრუნავ. კლიენტს მეინის ქუჩაზე სახლი უნდა ვაჩვენო, მაგრამ კიდევ გავიმეოროთ. აზალია უკან. ბარდები გვერდებში? პიონები და დელფინიუმები კი ცენტრში. ხო. და ბიძა ჩემის ეზოს ძველი სახე დაუბრუნდება. მუშაობას ახლავე დავაწყებინებ. ვესლიში ერთი წყვილი უკვე დავაინტერესე. უკვე? ჯერ მზად არ ვარ. შენ გვერდით ვიქნები, სინტია. პირდები. შენზე მე ვიზრუნებ. ჯეკ, ტიმ. რასვამ? კარამელის მაკიატოს. ინგლისურია? იტალიური. ყავა ასე როდის დაიხვეწა? როცა მისი ფასი $6 გახდა. ო, ბიძა ჩემის ბაღის აღდგენის გეგმა შევიმუშავეთ. შენიერია. მაჩვენებ? ხო. გარშემო სულ ვარდები იქნება. ფრენკს ძალიან მოეწონებოდა. შემიძლია დაგეხმარო. მადლობ. არ მინდა იმედი გავუცრუო. წერა მან დამაწყებინა. პირველი წიგნი აქ დავწერე. ცალრქიანი ცხენების პრინცესა ერქვა. დაკარგულ პეპელაზე იყო. ფანტაზია აშკარად დამეხვეწა. ბოლო დროს ხშირად არ ჩამოდიოდი. ყველა წიგნის პრეზენტაციაზე მოდიოდა. სულ პირველ რიგში იჯდა ხოლმე. ბესტსელერების ავტორი ყველა ოჯახში არ ცხოვრობს. ყოველთვის ასე არ იყო. პირველი ორი წიგნი წარუმატებელი იყო. მერე ბავშვებს პრობლემების გადაჭრაში რომ დავხმარებოდი, ვაიოლეტს მაგიური ძალები მივეცი. და ყველაფერი მოგვარდა. ნეტა ყველას ყავდა ეს ჯადოსნური კატა. ხო. ოჯახში პრობლემები მქონდა და არ ვიცოდი როგორ მომეგვარებინა. ვაიოლეტს იმ პრობლემების გადაჭრის ძალა მიეცი, რასაც შენ ვერ ერეოდი. ხო. მაგრამ ახლა ყველა წიგნი ბესტსელერი უნდა იყოს. ყველას ყველაფერს ვერ მოაწონებ. ის უნდა დაწერო, რაც გულიდან მოდის, რადგან მხოლოდ ასე ექნება სიტყვას ძალა. ქადაგებებს ამ იმედით ვწერ ხოლმე. შენ სიტყვას ყველა კარგად იღებს. შენს წიგნებსაც. იმას ვწერთ, რასაც ვგრძნობთ და იმედი გვაქვს, რომ სხვაებიც გაიგებენ. გრძნობა. სწორედ ეს მოკლეა. ვნება დავკარგე. ეს დრო და დრო ყველას მოგდის ხოლმე, ამას გადელახავ. ვერ მივხვდი დრო როგორ გავიდა. ბოდიში უნდა... არა, წადი, ყველაფერი კარგადაა. კარგი, ნახვამდის. კარგად ვისაუბრეთ. დილამშვიდობისა, დუდლი. დილამშვიდობისა. საჭმელი დახლზე დაგიტოვე. მოდი ჯამე. მადლობ. გამოგიჭირე. ინული იყო, თლიანად. ძალიან დაიხვეწე. აღფრთოვანებული ვარ. გმადლობ. სიმართლე გითხრა ეს ინტერნეტში ვიპოვე, მაგრამ მას ვაჯობე. დუდლი, გიხარია ბაბუას რომ ნახავ? ხო, ბარნაბასთან ყოფნა მიყვარს, მაგრამ ბაბუა მენატრება. ვიცი, ყველაფერი არეულია, მაგრამ სულ ასე არ იქნება. ო, მალე ერთად იქნებით. არა, ვერ ნახავს. აქ შემოსასვლელად 12 წლის უნდა იყო. წესებს მე არ წერ, მხოლოდ ვიცავ. ბაბუა მისია, სხვა არავინ ყავს. მისი მშობლები ჯარში არიან. არ შეიძლება წესებს ცოტა გადაუხვიოთ. წუხვარტი უთხარი რომ რასელი ბევრად უკეთ არის. სახლში მალე დაბრუნდება. გუშინ ეზოშიც გაისეირნა. მოკლედ კარგად არის. გარეთ გამოსვლა შეუძლია. ძალიან ცოტა დროით. ერთი იდეა მაქვს. მეც იმავეს ვფიქრობ. დუდლი, გმადლობ, ექიმო ჰარპერ.
ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მინახავს. ტექნიკურად წესები არ დაგვირღვევია. საავადმყოფოს გარეთ არიან. თან ეს ძალიან წაადგება. ოჯახი ყოველთვის გეხმარება. 10 წუთში უკან მოიყვანეთ, კარგი? კარგი ექიმო, კარგი. გმადლობა ბაბუა რომ მაჩვენეთ. შეიძლება კიდევ მივიდეთ. რა თქმა უნდა. ღამემშვიდობის. შენ აქ დარჩები. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. ძილინების და ბარნაბას. ეს ქუდი პატარა მაქვს. ეს ჩემია. მართლა? დიდი თავი გაქვთ. ესე იგი დიდი ტვინი მაქვს. ეს ქურთუკი გიხდება. ამ ქალაქის ქალები თვალს ვერ მოგაშორებენ. გმადლობა არჩევაში რომ დამეხმარე. დიდი ხანია მჭირდება. სულ სხვანაირი ჩან ხარ. გამოგდეს ვაიოლეთ. შენი მაგია კიდევ ვიღაცას ეხმარება. გამარჯობა. 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 რა? მოძღვარს არ გავხარ. დღეს დურგალი ვარ. სულ რაღაცების შეკეთება მიწევს. ერთხელ ქადაგების დროს სანაცხელი გავკარი და გავტეხე. ალბათ უკანა რიგში მჯდომიც გააღვიძე. სამწუხაროდ არა. მთელი დღე აქ უნდა იმუშაო? უკვე ბევრის გაკეთება შევწელი. კარგია. მშვენიერია. შეგიძლია კარი ჩემ მაგივრად ჩაკეტო? ახლა რაღაც საქმე მაქვს. რა თქმა უნდა შემიძლია. მართლა გასაღებს კაბინეტში დავტოვებ. კარგი. გამარჯობა ჰალ. გამარჯობა. მადლობა ეს რომ ათხოვე. რა შეგჭირდება? სინტიას სიურპრიზისთვის. ეს გოგო მოგწონს. უბრალოდ კარგი მეზობელი მინდა ვიყო. მადლობ ჰალ. ჯეკ. ღმერთო ჩემო. შესანიშნავია. მითხარი ყველაფერს ჩემი მეგობარი მიხედავსო, მაგრამ მეგონა დახმარება მომიწევდა. დაუჯერებელია. სიმართლე გითხრა, ყველაფერი მოაწესრიგე. მადლობა როგორ გადაგიხადო. მადლობის გადახდა საჭირო არ არის. უფრო უკეთესია ვიდრე წარმომედგინა. დიმ, ნახე ჯეკმა რა გააკეთა. მთელი ეზო გადააკეთა. ეს ჯეკმა გააკეთა? ო, ტიმის დამეხმარა. მართლა? დიმ, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა. ასეთი რამ ჩემთვის არასდროს არავის გაუკეთებია. მართლა. ო, ძალიან კარგია. ტიმს შრომა უნდა დაუფასოთ. არა, გმადლობ, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე ყველაფერს აკონტროლებ. ამიტომ შენ დაამთავრე. სიამოვნებით დაგეხმარები. ხო, დიდი მადლობა, ჯეკ. ღმერთო, მითფორდში ყველაზე ლამაზი ეზო მაქვს. დავასრულე ვაიოლეთ. შეიძლება მიგერძოებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა.
მოდივარ. გთხოვ მითხარი რომ გეღვიძა. მე მეღვიძა, დუდლის კი ვერ გააღვიძებ. შემოდი. სიახლე მაქვს და მინდოდა პირველ შენ გაგეგო. ეს ძალიან დიდი პატივია. ზეგნი დავასრულე. და ეს მხოლოდ ჩემთვის გავაკეთე. და დუდლისთვის. ნახავ. ეს უნდა აღვნიშნოთ. მოდი. გაზიანი ვაშლის წვენია. დუდლის თუ ეღვიძებოდა. ცოტას შევუნახავ. დემ. მინდოდა მადლობა გადამეხადა. ძალიან კარგი მეგობარი ხარ. ძალიან კარგი. მეგობარი. ხო. მეგობრები სწორედ ასე იქცევიან. ჩვენს ფანტაზიას გაუმარჯოს. ნიშანი უკვე დავდგი. ასე მალე? ციგნის წერა ხომ დაასრულე, ამას არ ელოდი? ხო. ისმინე, ბოსტონში რაღაც საქმე მაქვს. 2 კვირაში იქ უნდა ვიყო. უბრალოდ მინდოდა ნიშანი ახლა დამედგა, რადგან მერე შეხვედრა მაქვს. მოგვიანებით გნახავ? არ შემიძლია. ხალის და მარჯის წვეულებაზე მივდივარ. კარგი, სალხს მე დავათვალიერებინებ. დაათვალიერებინებ? ჯერ სიაშიც არ არის. კარგი, სიაში მე შევიტანე. მინდოდა საქმე წინ წამეგდო და ყველას უთხარი რომ ჯერ ვერავის მოვიყვანდი. კარგი. გასაღებს დაგიდოვებ. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. ჯინსი გაწვია? თქვი პიკნიკი იქნებაო, ამიტომ შესაბამისად ჩავიცვი. აქაურობა ძალიან ლამაზია. ყველაფერს დაგათვალიერებინებ. გმადლობ. ტიმ, გავიგე რომ ბარნაბასის პატრონი ბლეკსტოკში ცხოვრობდა და გარდაიცვალა. რა ცუდია. ესე იგი ბარნაბასი ჩვენთან. თქვენთან დარჩება? როგორც ჩანს, ხო. შეგიძლია მოხვიდე და ეთამაშო ხოლმე. კარგი? რა გჭირს? ბარნაბასის პატრონის საპოვნელი პლაკატები მე ჩამოვხიე. არ მინდოდა წასულიყო. იცი, სიმართლის აღიარება ძალიან დიდ სიმამაცეს მოითხოვს. მამაცი ბიჭები მამაც კაცებად იზრდებიან. წამოდი. ეს საქანელად ჩემს ბავშვობაშიც ეკიდა. ძალიან საყვარელია. ცხენები გყავთ? ხო. შეგიძლია გააჭენო. ჯოკერი ძალიან მშვიდია. არ ვიცი როგორ უნდა დავჯდე. მე გასავლე. შეგიძლია? ხო. შენი ფარული უნარების სია უნდა შევადგინო. ვერ გეწევი? წამოდი, გასავლე. ცხენზე ჯდომისთვის მთავარი ერთმანეთის ნდობაა. როგორც შენ და ბარნაბასი. დუდლისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ხო. ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამას მოეჭიდე. ყოჩა. ფეხი ასია. გამოგივიდა. ყველას ძალიან მოგვენატრება. ხო. მომისმინე, არ ჩამოვარდები. მაგრამ თუ ჩამოვარდი, დაგიჯერ. ოჯახი სწორედ ასე იქცევა. ყოჩა. გმადლობ. შენ ვინ დაგიჭერს თუ ჩამოვარდები? ძირფასო. ის უკვე დაცემულია. კარგად გამოგდის. მიდი, ყოჩახ. შვენიერია. კარგად გამოგდის. მიდი. ყოჩახ. მაგარი იყო. ზურგზე დაწექი. მიდი. სად არის ბურთი? ბურთი სად არის? გამომცხვარი თუ აზელილი? მე გამომცხვარი მინდა. რატომ არ ეუბნები? არ გინდა რომ წავიდეს, ვიცი? ნიშნულობა არ აქვს. ასე არ მიყურებს. ქალი დიდი ქალაქიდან პატარაში გადავა და პასტორის ცოლი გახდება. ეს ისტორია ადრე არც ისე ბედნიერად დასრულდა.
ვერ გაიგებს, სანამ შანსს არ მისცემ. უნდა გარისკო. ჩვენ სულ ამას გვერჩევ ხოლმე. მოდით, ვჭამოთ. დუდლი ძილის დროა. გმადლობ ცხენზე ჯდომა რომ მასწავლეთ. არაფრის. კარგად გამოგივიდა. კარგი. წადი კბილები გამოიხეხე. მეც მალე მოვალ. წამოდი ბარნაბას. ეს ბავშვი ძალიან მომენატრება. მასაც მოენატრები. ყველას მოგვენატრები. ეს ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მესმის ბიზა ჩემს სხვაგან ცხოვრება რატომ არ უნდოდა. წასვლა ძალიან რთულია. მაგრამ მაინც მიდიხარ. ჯეკს რამდენიმე შემოთავაზება აქვს. არც კი ვიცი. სინთია, უკაცრავად. რას ამბობდი? მნიშვნელოვანს არაფერს. უპასუხე. სხვა დროს ვისაუბროთ, მოგვიანებით ვნახავ. ხო, კარგი. გამარჯობა, ჯეკ. გამარჯობა, ჯეიმს. სინთია კოპერსმითის საუკეთესოა რაც ოდესმე დაგიწერია. ახლა რეკლამაზე უნდა ვიზრუნოთ. ვაიოლეტზე კიდევ 4 წიგნის გამოცემა უნდათ. შესანიშნავია. თითქოს ხმა მოიდგი. სხვებს არ გავს. არც ვიცი საქმე რაშია, მაგრამ მართალი იყავი. გარემოს გამოცვლა ნამდვილად გჭირდებოდა. სახლში როდის ბრუნდები? უნდა დავსხდეთ და გეგმები შევადგინოთ. არ ვიცი. უნდა გადაწყვიტო, რადგან სინთია კოპერსმითი დაბრუნდა. გმადლობ, ჯეიმს. გამარჯობა. გამარჯობა. რა გიჭირავს? ნაყინი. უნდა აღვნიშნოთ. რედაქტორს წიგნი მოეწონა და კიდევ 4 წიგნის გამოცემა უნდათ. ძალიან მიხარია. ამას იმსახურებ. შენ კი ნაყინს იმსახურებ. უშენოდ ამას ვერ შევძლებდი. მაშინ მადლობა შოკოლადის სიროფით და კანფეტებით უნდა გადამიხადო. ბიძა ჩემი სწორად იქცეოდა რჩევებს შენ რომ გეკითხებოდა. ყველა ასე იქცება. ეს შენი ნიჭია. გმადლობ. შენც ჩემი მრევლი ხარ? ხო. და მეგობარიც. ნეტავ მადლობის გადახდა შემეძლოს. საჭირო არ არის. ეს ჩემი სამსახურია. ერთი სული მაქვს შენს წიგნს როდის წავიკითხავ? გინდა რაღაც ნაწილი მოისმინო. სიამოვნებით. პატარა დუდლი მარტო დარჩა. მშობლები შორს წავიდნენ. ბაბუ ავად გახდა და მან არ იცოდა სად იყო მისი ადგილი. მერე ჯადოსნური კატა ვაიოლეტი გამოჩნდა. და მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. დუდლიზეა. და შენზე. მოძღვარზე, რომელიც ყველას ეხმარება. რასელს, დუდლის, ბარნაბას, მე. დანარჩენის დასაკითხად მის გამოცემას უნდა დაელოდო. ერთი სული მაქვს. ხატვას რამდენ ხანში დაასრულებ? ბოლო ნაწილს დღეს დავასრულებ და თავიდან მოგშორდები. აბეზარ მეზობელს მოიშორებ, რომელიც ყველა შენ სტუმარს აკონტროლებს. ბევრი არავინ მოდის. უბრალოდ ხანდახან კასეროლი მოაქვთ ხოლმე. ხო, და ის ქალი, არ ვიცი ვინ არის. შენი შეყვარებული? რატომ იფიქრე, რომ შეყვარებული მყავს? ლამაზი, იდუმალი ქალი მოდის ხოლმე. სხვაგან არ შემხვედრია, ამიტომ მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, არ მინდა ცუდად გამომივიდეს. მაგრამ ის არ არის. არა, არ არის. დემ, აი, ისეთ ყოფილ ხარ, გეძებდი. ტელეფონს რატომ არ პასუხობ? უკაცრავად. მთელი დღე ვხატავდი. დიმ, კარგი ამბავი მაქვს. სახლის მყიდველი გამოჩნდა. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ამაზე უარს ვერ იტყვი. ბიძა შენის ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ. სულ ეს არის. ხო, სულ ეს არის. გამარჯობა, ჰალ. გამარჯობა. პაციენტი მზად არის. ჩემი ბიჭი, ძალიან მიხარია. შენთან დარჩენა რომ გადაწყვიტა. კარგი წყვილი ხართ.
როგორც ჩანს, ერთად ყოფნა მოგვიწევს, არა? მხოლოდ მე და შენ, ბარნაბას. მხოლოდ თქვენ ორნი? და რა თქმა უნდა, დუდლი. სხვა არავინ? სახლი გაყიდა ჰალ. ბოსტონში ბრუნდება. და ამის უფლებას მისცემ? უფლებას მივცემ? რა უნდა გავაკეთო? პირველ რიგში უნდა უთხრა, რასაც გრძნობ და კითხო, თვითონ რას გრძნობს. უკვე ბევრჯერ მითხრა, რასაც გრძნობს. მეგობარი ვარ, რომელიც კარგ რჩევებს აძლევს. გითხარი, ეს ისტორია ერთხელ უკვე მოხდა. მაშინ დასასრული თავიდან უნდა დაწერო. ვეტერინარი ხარ თუ ფსიქოლოგი? რჩევების მიცემა მხოლოდ შენ არ შეგიძლია, ტიმ. ტიმ, შენგან მხოლოდ ის ვისწავლე, რომ რწმენა უნდა გქონდეს. ესმის? წამოდი. წამოდი. წიგნების გარეშე ეს თაროები ძალიან დაცარიელდება. ვიცი, ვაიოლეტ. მეც ძალიან მიჭირს ჩალაგება. გოლფის ჯოხები მაქვს, შეგვიძლია ვითამაშოთ? შეიძლება, მაგრამ არ გირჩევ. გამარჯობა. 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 ყველიანი და ბეკონიანი მაკარონი მოვიტანე. ჩემი გაკეთებულია. ალბათ საშინელი გემო აქვს. თავარი სურვილია. რასელ, შესანიშნავად გამოიყურებით. თავს შესანიშნავად გრძნობ. მიხარია სახლში რომ დავბრუნდი ამ ბიჭთან. მაგრამ ერთად ბევრ დროს გავატარებთ მე შენ და ბარნაბასი. ხო, და მის კოპერსმიტი. რა თქმა უნდა, სანამ წავა. არ ვიცი, ყველაფრისთვის მადლობა, როგორ გადაგიხადოთ. ეს სიამოვნებით გავაკეთეთ. ამაზე არ იდარდო. სინდია, მიდი მადლობა გადაუხადე. უბრალოდ ბაბუა, მითხრა მადლობა გადაუხადეო. ამას მაგიდაზე დავდებ. რწმენა მეგობარო. რწმენა. წამოდი, წავიდეთ. გავიგეთ იმთან ვინ დადის ხოლმე. ოლივია დევენპორტი ჰქვია და ვესლიში ცხოვრობს. ქალაქში ამიტომაც ვერ ხედავთ ხოლმე. ქმართან პრობლემები აქვს. და ტიმი ეხმარება. როგორც ყველა დანარჩენს. ჩვენი სასურველი სასიძო სწორედ ამიტომ არის. როგორც ჩანს, სალიმ უკვე სხვა იპოვა. ყველა იმსახურებს მეორე ნახევარს. მიხარია მანაც რომ იპოვა. ყველა? ხო, მე ალბათ უკვე ვიპოვე და ამით დავასრულე. მე ასე არ ვფიქრობ. მას არავინ აინტერესებს. ვერ ამჩნევ როგორ გიყურებს ხოლმე. თითქოს სულ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არაფერს მეუბნება. იქნება ახლა გითხრას. შეიძლება დაგელაპარაკო. მამაოდი, შეგიძლიათ პარასკევს გვესტუმროთ. ჩემი ძმისშვილი. სულ მისი შეპლი, მაგრამ ვერ მოვალ. მაინც დიდი მადლობა. ტიმ, რა მოხდა? საკუთარი რჩევა უნდა გავითვალისწინო და უნდა გავრისკო. წუხარ მეგობარო. ქალი ვერ მივიღე, მაგრამ საქმე მაინც გამომივიდა. ცოტა დრო მჭირდება, ნაპატიე. რა მოხდა? ყველაფერი მომიყევი. რა უნდა მოგიყვე მარჯვ? ხომ დაინახე რაც მოხდა? ხომ? ყველამ დაინახა. ხო. ნახე ის? გუშინდელის მერე არ მინახავს. ახლა რას აპირებ? არ ვიცი.
მის მიმართ რას გრძნობ? არ მგონია ერთმანეთს შევეფერებოდეთ. ამას რატომ ამბობ? ის მოძღვარია, მე ვარ. ის წმინდანს არ ეძებს, უბრალოდ შესაფერის ადამიანს ეძებს. თან შენს ეზოში იმდენი რამ გააკეთა. მან და ჯეკმა ერთად გააკეთეს. მომისმინე. ჯეკს ლაპარაკი უყვარს, მაგრამ მოქმედება დიდად არ გამოსდეს. ეზო მარტო ტიმმა მოაწესრიგა არა? ხო. ის იდეალურია. შენ კი მისი შესაფერისი ადამიანი ხარ. ჯეკ, შეგიძლია ნიშანი მოხსნა, სახლს აღარ ვყიდე. ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. უკვე გადავწყვიტე. კარგი, ჯეკ, თავს გაუფრთხილდი. აბა, უკვე ყველაფერი მოაგვარე? არა. გაყიდვა გადავიფიქრე. აბეზარი მეზობლის მოშორება არ გამოგივიდა. რომლის ეზოც მარტო მოაწესრიგე. უკვე გაიგე? ხო, გავიგე. და სახლში აღარ ბრუნდები? უკვე სახლში ვარ. უბრალოდ ამის მისახვედრად ცოტა დრო დამჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ იმედი გამიცრუდა. მიხარია. და ბოდიშს გიხდი. ბოდიშს? რისთვის? რაც აქ ჩამოვედი, შენ ნამდვილი სინტია დაინახე. თავი იმად მაგრძნობინე, ვინც ადრე ვიყავი. ქმრის წასვლის შემდეგ საკუთარ თავში ჩავიკეტე. და შენ ამის დაძრევაში დამეხმარე. მე კი ვერ დაგინახე. დაგინახე, მაგრამ როგორც მოძღვარი. და არა როგორც სასურველი სასიძო, რომელზეც ქალაქის ყველა ქალი ოცნებობს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. იმედია ასეა, მართლა სასურველი სასიძოა. თავისუფალი აღარ ხარ. აბა, ლამაზი დღეა. გინდა ჩვენს ლამაზ ქალაქში გავისეირნოთ. თანახმავარ. მაგრამ ჩემი მანქანით. რელიზი მოამზადა G-წერტილი movie.